ქსნის სასჯელ აღსრულების 19 სამკურნალო დაწესებულებაში ამ დრომდე 600 პატიმარი შიმშილობს. მოშიმშილეებს შორის ტუბერკულოზის, შიდსისა და სხვა უმძიმესი დაავადების მქონე პატიმარია. პროტესტის მიზანია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მთავარი ექიმი ოთარ ტრაპაიძე და კიდევ 3 თანამშრომელი. მასობრივი შიმშილობა შეწყდა მე-15 დაწესებულებაში, თუმცა პირიდან ნაკერების ახსნაზე უარს აცხადებს ერთადერთი პატიმარი, რომელიც ირწმუნება, რომ ის წამებაში ციხის ამჟამინდელი უფროსი მონაწილეობდა. პატიმარი ჟურნალისტებს ტელეფონით უყვება, რომ ახალი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად ციხეში სიტუაცია არ შეცვლილა და ძველი თანამშრომლები კვლავ თანამდებობებს ერჩებიან. მასობრივი შიმშილობა შეწყვეტილია სასჯელ აღსრულების ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულებაში. პატიმრება მიიღეს პირობა, რომ დაიწყება გამოძიება, რომელიც დაწესებულების დირექტორის ნუკრი ხუხუას საქმიანობას შეისწავლის. შესაძლოა დაწესებულების სოციალური სამმართველოს უფროსის მამუკა შალამბერიძისა და კიდევ ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ერთადერთი პატიმარი, რომელიც ამ დრომდე პირის ამოკერვით განაგზობს პროტესტს, 24 წლის დავით მინასოვია. ის ირწმუნება, რომ ძველი ხელისუფლების პირობებში მისი წამების ორგანიზატორები სწორედ ეს ადამიანები არიან. ამის შესახებ პატიმარმა საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრებს უამბო. პატიმარი ამბობს, რომ ის იყო ფეხებით ჩამოკიდული, თავქვეშ ჰქონდა წყლით სავსე ჭურჭელი, სადაც თავს აყოფინებდნენ და ამასთან ერთად აწამებდნენ დენითაც, რა დროსაც შალამბერიძე ვიდეოფირზე აღბეჭდავდა ამ წამების ფაქტს. პატიმარი, რომელმაც გუშინ ყელის არეში თვით დაზიანება მიიყენა, დღეს ოჯახის წევრებმა მოინახულეს. დავით მინასოვის ჯანმრთელობის მდგომარეობით საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებიც დაინტერესდნენ. სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს სჭრილობა, ბუნებრივია მას თავისდროულად შესთავაზე სამედიცინო დახმარება ადმინისტრაციის მხრიდან, რაზეც მან უარი განაცხადა პროტესტის ნიშნად ასევე. საშინლო მდგომარეობაში აქ პირი ამოკერილი, არანაირი დახმარებას არ უწევს თავის თავს და არც უშვებენ რომ მან გაიკეროს ექიმი. სხვათა შორის სიმართლე რომ გითხრა, არც არავის არ მოუკლავს თავი რომ შესულიყვნენ და სამედიცინო დახმარება ჩატარებულიყო. ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულებაში გუშინ 2000-მდე პატიმარი შიმშილობდა, მათ შორის 48 პატიმარს პირი ჰქონდა ამოკერილი, 70 პატიმარი კი ერთმანეთზე იყო კიდურებით გადაკერილი. სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხვალ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა ადგილზე გაეცნობა და მედიისთვის კომენტარიც გაკეთდება.